70 ექიმმა პროევროპული აქციების მონაწილე პატიმრობაში მყოფი ანასტასია ზინოვკინასა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ნანა სანდერის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხზე პენიტენციურ სამსახურს მიმართა. განცხადება უწყებაში დღეს პოლიტიკოსმა და ექიმმა ანი ქავთარაძემ და ექიმა გიორგი ახობაძემ ჩააბარეს. საერთო მიმართვაში ვკითხულობთ, რომ ზინოვკინასა და სანდერის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება. ისინი სრულფასოვანი სამედიცინო კვლევების დაუყოვნებლივ ჩატარებას და შესაბამისი მკურნალობის უზრუნველყოფას მოითხოვენ. სპეციალური პენიტენციური სამსახური თვეებია უგულებელყოფს ანასტასია ზინოვკინასა და ნანა სანდერის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას. არაერთი ოფიციალური მიმართვის მიუხედავად მოთხოვნები არ სრულდება, წერილობითი პასუხი არ არსებობს, ხოლო მათი მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება. სწორედ ამიტომ ჩვენ ექიმები პროფესიული და ეთიკური პასუხისმგებლობით მოვითხოვთ რეჟიმის პატიმრებისთვის, ანასტასია ზინოვკინასა და ნანა სანდერისთვის სრულფასოვანი სამედიცინო კვლევების დაუყოვნებლივ ჩატარებას და შესაბამისი მკურნალობის უზრუნველყოფას. მათ შორის აუცილებელი ლაბორატორიული და რადიოლოგიური კვლევები, ყველა საჭირო ვიწრო პროფილის სპეციალისტის კონსულტაცია დამოუკიდებელი და ობიექტური სამედიცინო შეფასების უზრუნველსაყოფად. სამედიცინო გამოკვლევები და მკურნალობა განხორციელდეს შესაბამის კლინიკაში საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების სრული დაცვით. ექიმების მიერ უკვე გაცემული რეკომენდაციების სრულად და უწყვეტად შესრულდეს, დაიწყოს შესაბამისი სამკურნალო პროცესი და უზრუნველყოფილი იყოს აუცილებელი მედიკამენტოზური თუ სხვა სახის თერაპია, მკურნალობის პროცესის უწყვეტობა და ეფექტური სამედიცინო მონიტორინგი, ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდგომი გაუარესების პრევენცია, პაციენტის მდგომარეობის უგულებელყოფა ან არასათანადო სამედიცინო დახმარება ეწინააღმდეგება როგორც მედიცინის ეთიკის, ისე ჰუმანიზმის პრინციპებს. ნანა სანდერი 2024 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდებას ედავებიან და 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება. რაც შეეხება ანასტასია ზინოვკინასის და მისი მეგობარი არტემ გრიბული 2024 წლის 17 დეკემბერს დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა შენახვის ბრალდებით დააკავეს. მათ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.